ჯერჯერობით დაკავებული დაცვის პოლიციელის თანამშრომლის პოზიცია არის უცნობი. ის ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და მას რამდენიმე საათში შეხვდება მისი უფლებადამცველი და პოზიცია ამის შემდეგ გახდება ცნობილი. რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, 25 წლის დაცვის პოლიციის თანამშრომელს გენერალური ინსპექციის თანამშრომლობა დაადეს ხელბორკილები საგანგებო განცხადებაში. წერია, რომ დაცვის პოლიციის თანამშრომელი დაეუფლა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრის ნივთს. საუბარია ოქროს ნაკეთობაზე, რა ვითარებაში მოხდა ოქროს ნაკეთობის მოპარვა, ეს არის უცნობი, თუმცა ჩვენი ინფორმაციით დაცვის პოლიციის თანამშრომელმა ნივთი იმ დროს აიღო, როდესაც ერთ-ერთი მგზავრი ემზადებოდა იმისთვის, რომ კონტროლი გაევლო, მისი პირადი ნივთები სპეციალურ ყუთში მოათავსა და ეგრეთ წოდებულ სკანერში გაატარა. სავარაუდოდ სწორედ ამ დროს აიღო დაცვის პოლიციის თანამშრომელმა მგზავრის კუთვნილი ოქროს ნაკეთობა. რაც შეეხება დაცვის პოლიციის თანამშრომლების პოზიციას, ჩვენ უკვე რამდენიმე საათია, რაც მათთან გასაუბრებას ვცდილობთ. აქ დასაქმებული თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ მგზავრების კუთვნილ ნივთებთან არ აქვთ ცნობა, თუმცა ამბობენ, რომ ისინი არიან იმ სივრცეში, სადაც მგზავრების ნივთების ჩაბარება ხდება. დაცვის თანამშრომლების ნაწილი დუმს, ნაწილი ამ დრომდე სათადარიგო ოთახში არის ჩაკეტილი. მაგალითად, როდესაც კითხვები დავსვით დაკავებული დაცვის პოლიციის თანამშრომელთან დაკავშირებით, ორი დაცვის პოლიციის თანამშრომელი გაიქცა, ერთი კი ამ დრომდე უკვე 9 საათზე მეტია, რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სათადარიგო ოთახშია დამალული. ჩნდება განცდა, რომ ეს ადამიანები გააფრთხილეს, რომ მედიასთან მათ დაკავებულ კოლეგაზე არაფერი თქვა. ანუ ეს გაქცევა და დამალვა რას ნიშნავს? თქვენი თანამშრომელი რომ არის დაკავებული, ამასთან დაკავშირებით გვაქვს კითხვები. ჯერ საპირფარეშოში დაიმალეთ, ახლა სათადარიგო ოთახში. ასე გეშინიათ ჩემი? 28 წუთია ბატონო აქ ხართ ჩაკეტილი და რატო იმალებით ის მაინც მითხარით? თქვენს დაკავებულ თანამშრომელთან დაკავშირებით გვაქვს კითხვები, რომელიც დააკავა გენინსპექციამ, იმიტომ რომ მგზავს მოპარა ოქრო. ახლა სამსახურეობრივ გულგრილობას არ ავლენთ, როდესაც 9 საათზე მეტია სათადარიგო ოთახში ხართ გამოკეტილი? იქნებ მგზავრებს თქვენი დახმარება სჭირდებათ. დაცვის თანამშრომელმა რომ მგზავს ოქროს ნივთი მოპარა, ამასთან დაკავშირებით რა იცით ბატონო, სად მოხდა თანამშრომლის დაკავება? როგორ დაეუფლა ის მგზავრის ოქროს? აქ დააკავეს თქვენი კოლეგა სამსახურში? მიმართეთ პრესენს. როგორ დაეუფლა ის სხვის ქონებას? როდესაც მოქალაქეები სპეციალურ სკანერში გადიან და ნივთებს აბარებენ, ამ დროს ამოიღო მისი ოქროს ნივთი ბატონო? თქვენი თანამშრომელი რომ არის დაკავებული 25 წლის ყმაწვილი, რომელიც დაეუფლა მგზავრის კუთვნილ ოქროს. ამასთან დაკავშირებით გვაქვს კითხვები. თქვენ მგზავრების პირად ნივთებთან რა შეხება გაქვთ? ალბათ რომ მიმართეთ პრესს. აეროპორტის დაცვის თანამშრომელი, დაცვის პოლიციის თანამშრომელი რომ დააკავეს. მგზავრების ნივთი მოპარა, იცით ამის შესახებ? შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალურ განცხადება. აი თქვენ ახლა მოქალაქეების ნივთებზე ბარგზე ცნობა ხო არ გაქვთ? მხოლოდ შიგნით არიან, კიდევ ხო არიან, აი, როდესაც გადიან კონტროლს მგზავრები, იქ ხო არიან თქვენი თანამშრომლები? ჩვენ ბარგს არ ვეხებთ. 25 წლის დაცვის პოლიციის თანამშრომელი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დასაქმებული იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და საკუთარ საქმიანობას ანხორციელებდა, ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება, მას ქურდობა ედება ბრალად. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ამბობენ, რომ დაცვის პოლიციის თანამშრომელი დაეუფლა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთ-ერთი მგზავრის კუთვნილ ნივთს. საუბარია ოქროს ნაკეთობაზე. დაკავებულს რამდენიმე საათში შეხვდება უკვე მისი უფლებადამცველი და პოზიცია დაკავებული სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი. იურისტი ამბობს, რომ ჯერჯერობით მას არ გადასცემია საქმის მასალები, შესაბამისად არ იცის რა ვითარებაში დაეუფლა მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაცვის პოლიციის თანამშრომელი მგზავრის კუთვნილ ნივთს. რა ვითარებაში მოხდა ამ ნივთზე დაუფლება? რას გეუბნება თქვენი საქმესთან? ეხლა მივდივარ საკვირვაცელები არ მომწევია და უნდა გითხრათ. სადა? შევამეთქი და ცოტა მოგვიანებით ავიღე. როდის დააკავეს თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი?
დაკავებული დაცვის პოლიციის თანამშრომელი ახლა ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება, მასთან სავარაუდოდ დღის განმავლობაში შევლენ გამომძიებლები ბრალის ოფიციალურად დადგენილებას გააცნობენ და მოსამართლე იმშელებს უკვე ამის შემდეგ მის აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით დაკავებულ დაცვის პოლიციის თანამშრომელს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.